Ვნახოთ ესეთი თემა, მოგწერთ თუ არა პირველი იქნება თუ არა კონტაქტურობა, მაგრამ მოწერაზე გავაკეთოთ მაინც აქცენტი, მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. ვისაც სტაგნაცია, პაუზა გაქვთ ურთიერთობაში, ან საერთოდ მოგწერთ თუ არა. მართალია აქ მოცემული მდგომარეობა პირიქით, აქეთ არის მოლოდინის რეჟიმში. ამას გვეუბნება მისი ენერგია და ფიქრები, თუმცა არა მხოლოდ მოლოდინი. რატომღაც ღრმად არის დარწმუნებული, რომ თქვენ ვერ მოითმენთ. სულსწრაფობა არ მოგასვენებთ, რაც გადაგადგმევინებთ ნაბიჯებს მისი მიმართულებით. Რაღაცნაირ აზარტსაც გრძნობს ამის გამო. ერთის მხრივ უნდა რომ მიწეროთ, მეორეს მხრივ ეს ყველაფერი ლოდინი და ასე შემდეგ კიდევ უფრო საინტერესოს გხდით მისთვის. ბუნებრივია, რაც უფრო მიუწტომელი ხართ, მით მეტად ხართ სასურველიც. დაუშვათ თქვენ არ გაამართლეთ მისი იმედები, თავდაჯერება თვით შეფასება, არ მიწერეთ, არ იყავით კონტაქტური, მაშინ რას იზავს თავად? და აქილევსის ქუსლიც. მესაკუთრია, თანაც როგორი რომ იცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის პირველი ნაბიჯი საკმაოდ რთულია, ეს მისთვის დამარცხების ტოლფასია, მაინც მოგწერთ, რადგან როგორც ვთქვი, მესაკუთრია. არ დაუთმობს სხვას თქვენს თავს. მოსწონს თქვენი ბუნება, ხასიათი, გარეგნობა, ენერგია, თუნდაც წინააღმდეგობა, რომელსაც ავლენთ მასთან. ამ ყველაფრის გამო უარს ვერ იტყვის თავის სიამოვნებაზე თქვენი მეშვეობით. საგონებელშიც ჩაგაგდებთ, გაურკვევლობაშიც, მაგრამ კონტაქტურობას მაინც შეინარჩუნებს. ეს მის ინტერესშია პირველ რიგში. მასთან ურთიერთობით ნამდვილად არ მოიწყენთ. საინტერესო ტიპაჟია, ქარიზმატული, მაღალი ეგოთი, თუმცა თქვენსკენ ტოლვადი. თან სულ გითვალთვალებთ. რასთანაც შეუძლია წვდომა, შანს არ უშვებს ხელიდან. თუ ღელავთ, რატომ არ გწერთ, ნერვიულობთ და განიცდით სულტყუილად. პირიქით, ეს მიიღეთ როგორც გამოწვევა. აქაც შეგიძლიათ იპოვოთ დადებითი მხარე. მაგალითად ის, რომ გააცნობიერებთ, რას გრძნობთ მის მიმართ, იქნება გენატრებად, ან პირიქით სულაც არა. დატყვით დღევანდელი დღით, ცხოვრება მართლაც მშვენიერია და ამას მისი მოწერილით დაგიდასტურებთ. წარმატებებს გისურვებთ, პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53, ძალიან გთხოვთ, ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.